Volkswagen-ის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წინააღმდეგობრივი ამბავია მსოფლიო ავტოინდუსტრიაში. ეს არის ბრენდი, რომელმაც გზა გაიარა ნაცისტური გერმანიის პროექტიდან თანამედროვე გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტობამდე. დღეს Volkswagen Group მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტოკონცერნია, რომლის ქვეშაც ერთიანდება პრემიუმ, სპორტული, მასობრივი და სატვირთო ავტომობილების ბრენდები, ხოლო მისი წლიური შემოსავლები ასობით მილიარდ დოლარს აღწევს. ყველაფერი 1930-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდის გერმანიაში ავტომობილი ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი იყო. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა შეექმნათ სახალხო მანქანა, IAPI, პრაქტიკული და გამძლე ავტომობილი, რომლის შეძენასაც საშუალო ფენის ოჯახით შეძლებდა. 1927 წელს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად დააარსა კომპანია, რომელიც მოგვიანებით Volkswagen-ის სახელით გახდა ცნობილი. თავად სიტყვა Volkswagen-ი გერმანულად სწორედ ხალხის მანქანას ნიშნავს. პროექტის მთავარი ინჟინერი გახდა ფერდინანდ პორშე, ადამიანი, რომელმაც შექმნა ავტომობილი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო ლეგენდად იქცა. Volkswagen Beetle, ანუ ცნობილი ხოჭო. მისი დიზაინი მარტივი, ეკონომიური და გამძლე იყო. მანქანა გათვლილი იყო მასობრივ მომხმარებელზე და სწორედ ეს გახდა მისი უდიდესი წარმატების მიზეზი. თუმცა მალევე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და Volkswagen-ის ქარხანა სამხედრო წარმოებაზე გადავიდა. ქარხანაში სამხედრო მანქანები და აღჭურვილობა მზადდებოდა. ომის დასრულების შემდეგ საწარმო თითქმის განადგურებული იყო და ბევრს ჯეროდა, რომ კომპანია ვეღარ აღდგებოდა, მაგრამ ბრიტანელმა ოფიცერმა აივან ჰირსტმა ქარხნის გადარჩენა გადაწყვეტა და სწორედ მისი დახმარებით Volkswagen-მა მუშაობა განაახლა. 1948 წელს დასავლეთ გერმანიის აღმავლობა დაიწყო, რაც ავტოინდუსტრიასაც დაეთყო. 1950-60-იან წლებში Beetle მსოფლიო ფენომენად იქცა. განსაკუთრებით დიდი წარმატება ჰქონდა ამერიკაში, სადაც მისი კომპაქტური დიზაინი სრულიად განსხვავდებოდა იმ დროის დიდი ამერიკული ავტომობილებისგან. 1959 წლიდან Volkswagen-ის მანქანების ამერიკაში ექსპორტი დაიწყო, მაგრამ უჭირდა ადგილობრივი ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევა და ცოტა იყიდებოდა. 1955 წელს შვილობილი კომპანია Volkswagen ამერიკა შეიქმნა, რომელსაც ამერიკაში გაყიდვები და მომსახურება დაევალა. გაყიდვების და მომსახურების ცენტრის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტის ზრდას. ამავე წელს კომპანიამ მემილიონე მანქანა გამოუშვა. Beetle არა მხოლოდ კომერციული ჰიტი გახდა, არამედ კულტურული სიმბოლოც. თავისუფლების, ახალგაზრდული მოძრაობის და უბრალო ცხოვრების სტილის ერთ-ერთ ნიშნად ჩამოყალიბდა. საბოლოოდ ამ მოდელის 21 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ავტომობილად აქცევს. შემდეგ წლებში Volkswagen-მა სწრაფი გაფართოება დაიწყო. კომპანიამ შექმნა ისეთი ცნობილი მოდელები, როგორებიცაა Golf, Passat და Polo. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა Volkswagen Golf, რომელიც ევროპაში 10 წლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი იყო. 1970-იანი წლებიდან Volkswagen-მა სხვა კომპანიების შეძენაც დაიწყო და ნელ-ნელა გლობალურ ავტოიმპერიად გადაიქცა. დღეს Volkswagen Group-ის შემადგენლობაში შედიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Audi, Porsche, Bentley, Lamborghini, Bugatti, Skoda, City, MAN და Scania. ეს Volkswagen-ს საშუალებას აძლევს ერთდროულად იყოს წარმოდგენილი როგორც მასობრივ, ისე პრემიუმ და სპორტული ავტომობილების ბაზარზე. Volkswagen-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ეგრეთ წოდებული Dieselgate-ის სკანდალი გასკდა. გაირკვა, რომ კომპანიის მილიონობით დიზელის ავტომობილში დამონტაჟებული იყო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამონაბოლქვის ტესტების შედეგებს აყალბებდა. რეალურ პირობებში ავტომობილები ბევრად მეტ მავნე ნივთიერებებს გამოყოფდნენ, ვიდრე ოფიციალურად იყო ნაჩვენები. სკანდალი კომპანიას მილიარდობით დოლარი დაუჯდა. ჯარიმებისა და კომპენსაციების სახით, ხოლო მისი რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდა. თუმცა სწორედ ამ კრიზისის შემდეგ Volkswagen-მა მასშტაბური ტრანსფორმაცია დაიწყო. კომპანია აქტიურად გადავიდა ელექტრომობილების განვითარებაზე და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი EV მწარმოებელია. ID სერიის ავტომობილები, ID3, ID4 და სხვა მოდელები Volkswagen-ის ახალი ეპოქის მთავარი სიმბოლოებია. კომპანია მილიარდობით დოლარს დებს ბატარეების ტექნოლოგიებში, ავტონომიურ მართვასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში, რათა კონკურენცია გაუწიოს Tesla-ს და ჩინურ ელექტრომობილების გიგანტებს. დღეს Volkswagen Group-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 70-90 მილიარდ დოლარს შორის მერყეობს, ხოლო კომპანიის წლიური შემოსავლები 350 მილიარდ დოლარს აღემატება. ყოველწლიურად კონცერნი დაახლოებით 9 მილიონ ავტომობილს ყიდის, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ავტომწარმოებლად აქცევს. კომპანიაში დასაქმებულია 680,000-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. Volkswagen-ის წარმატებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს Porsche-ს, რომელიც კონცერნისთვის უზარმაზარ მოგებას ქმნის. საინტერესოა, რომ ერთ დროს Porsche თავად ცდილობდა Volkswagen-ის შეძენას, თუმცა საბოლოოდ სწორედ Volkswagen Group-ის ნაწილი გახდა. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია ჩინეთი, მსოფლიოში უდიდესი ავტობაზარი.
Volkswagen-ი უკვე 10 წლეულებია ჩინეთში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, თუმცა ბოლო წლებში ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლების სწრაფმა განვითარებამ კონკურენცია მნიშვნელოვნად გაამწვავა. დღეს Volkswagen-ი ახალი გამოწვევების წინაშეა: ელექტროტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, ავტონომიური მართვა და ახალი ტექნოლოგიური კონკურენცია. მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინდუსტრიულ გიგანტად, ბრენდად, რომელმაც ხალხის მანქანის იდეიდან დაიწყო და საბოლოოდ გლობალურ ავტოიმპერიად გადაიქცა.